მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსვლობენ და მე წამყვანი მიხეილ საგარელი ჩვენ საუბრობთ დღეს მნიშვნელოვან თემებზე, მნიშვნელოვან კვირაზე, მნიშვნელოვან მოვლენაზე. თავისთავად ხედავთ აქ ჩვენ უკვე გვაქვს მთელი სისტემა, ასე ვთქვათ, ფენშუის აწყობილი, რომელიც გვამსნობს რის შესახებ, გვამსნობს იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს ჩვენ. ანუ 5-ში თქვენ მოგეხსენებათ იწყება ყვითელი სწორედ ტახის ახალი წელიწადი, რაზეც ჩვენ საუბრობდით გახსოვთ დეკემბრის ბოლოს და იყო ერთი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებული. სწორედ ეს დრო ეხლა მოვიდა. ამიტომ ჩინური აღმოსავლური კალენდრით სწორედ ეხლა 5 სწორედ თებერვლიდან იწყება ყვითელი ტახის წელიწადი და რას გვაძლევს იგი, რა ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული და შემდგომ ამაზე რას უკვე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ. ეხლა ოპერასკოლისა მოდით აღვნიშნოთ, რომ რა კვირა გველოდება დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ თვითონ კვირა ძალიან მნიშვნელოვანია და მას უნდა მიექცეს რას უკვე ყურადღება მის ტენდენციებს, კვირის ტენდენციებს და რატო ეხლა. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ კვირა მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ იცით ახალი წელი ჩინური კალენდრით, ანუ აღმოსავლური კალენდრით ამ შემთხვევაში ტრადიციულად ყოველთვის უკავშირდება ახალმთვარეობას, ეს არის მე-13 ახალმთვარეობა, ერწოდებული და ტრადიციულად ახალმთვარეობა იცით თქვენ მზიმე დღეა. მზის და მთვარის შეერთების დღეა და აქედან გამომდინარე უკვე თვითონ ხვალინდელი დღე, ხვალ ჩვენ გვაქვს 29 მთვარის მძიმე დღე, ორშაბათს, ხოლო ხვალ ღამე უკვე ჩვენ შეგვიძლია მოემზადოთ გარკვეული რიტუალებისათვის, რომელსაც ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ დღეს და უკვე 5-ში ღამის, ასე ვთქვათ, პირველ საათზე და 5 წუთზე, ანუ 2-ის 5 წუთზე, მოდით ვთქვათ ასე ღამე, 5-ში, ჩვენ უკვე შეგვიძლია შევხვდეთ ყვითელი ფერის, მიწისძვრების, ენერგიის ტახს, მე მინდა ტახი ვთქვა, ჩინურად ტახი, იაპონურად ღორი თუ გნებავთ ესეც იყოს და უკვე აქედან შევეგებოთ მას იმ რიტუალებით, იმ შესაძლებლობებით, რაზეც გქონდა საუბარი დეკემბერში და კიდევ ვისაუბრებ დღესაც მოკლედ. ყოველ შემთხვევაში ეს მოვლენა უკავშირდება ახალმთვარეობას. ახალმთვარეობა მოგვიანებით მძიმე დღეა, ამიტომ ხვალდაზე მაქსიმალური სიფრთხილე ჯანმრთელობის მიმართ, მაქსიმალური ყურადღება ტრავმულ-ავარიული ტენდენციების მიმართ, იმიტომ რომ ყველა სახის თუნებების, პრობლემების, კონფლიქტების, უხასიათობის და სხვა ნეგატიური გამოვლენებების ტენდენციები მატულობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღება თითოეულ ჩვენთაგანისგან უნდა იყოს შესაბამისი, რაც შეიძლება მეტად დადებითი განწყობა, იმიტომ როგორც შევხვდებით ამ წელიწადს, ისევე გაგრძელდება იგი. აღმოსავლეთში ყოველ შემთხვევაში ამით ძალიან ჯერად და მეც მჯერა მინდა გითხრათ, ამიტომ ვეცადოთ, რომ განწყობა იყოს რაც შეიძლება დადებითი. მთელი წელი ჩვენ დადებით, ასე ვთქვათ, განწყობით გავიაროთ. ამასთან ერთად მოდით აღვნიშნოთ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, ესე შემდეგ კვირის და კიდევ გვაქვს ამ მნიშვნელოვანი მოვლენები, განსაკუთრებით უკვე კვირის მეორე ნახევარს ეხება, უკვე 8-10 თებერვლის შუალედზეა საუბარი, აქ ახლა რა მოვლენები გვაქვს. პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ და ახალმთვარეობის გამოძახილიც იქნება კიდევ შემდგომი დღეების ეს ნეგატიური ტენდენციები, თუმცა აი ეს ცალკე მოვლენების, რომელსაც ახლა აღვნიშნოთ, ასევე ფრიად საყურადღებოა. პირველ რიგში მოდით აქ აღვნიშნოთ, ესე იგი რა გველის ჩვენ აქ. მზე უერთდება შავ მთვარეს მერწყული ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ სხვადასხვა სახის თუნებების, პრობლემების, მეგობრული ღალატის და ასევე სხვადასხვა სახის კონფლიქტების ალბათობა მატულობს გაუფრთხილდით და განსაკუთრებით თვალებს და ზედმეტად დაძაბავთ მათ. და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ აქ მოვერიდოთ ყველა სახის რეფორმატორულ მოქმედებებს, ახალი საქმის დაწყებას, ახალი იდეების, პროექტების და განწყობილების მიღებას. ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, უფრო შვიცქორულ რიტმზე გადავერთოთ და არაფერი აქ ახალი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარისკო მოდით არ დავიწყოთ. ეს ყოველივე იქნება შემდგომ დაკავშირებული დამატებით პრობლემებთან, სირთულეებთან და ამ მხრივ მოდით თავი დავისხოთ. ეხლა სხვა მოვლენები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს კვირის მეორე ნახევარში რა არის? ეს არის პლანეტა მარსის დაძაბული ასპექტი, რომელთაც იგი უკავშირდება, უბრალოდ დაძაბული არა, შეერთება ხდება ენერგიებისა ვერძის ზოდიაქოში პლანეტა მარსის და ურანთან. ეხლა რა გითხრათ, აბა მარსი, ეს არის აქტიური ენერგიის და თან აგრესიის, შემტევი ენერგიის მმართველი პლანეტა, ხოლო ურანი მოგეხსენებათ მოულოდნელობების პლანეტა. ახლა წარმოიდგინეთ, ვერძის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ნიშანში მარსი და ურანი ხვდებიან ერთმანეთს. ეს ფეიერვერკია, ეს რაღაც სასწაულია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხელს უწყობს იგი მას აქვს დადებითი ტენდენცია რა მოულოდნელი საქმიანი წარმატება, მოულოდნელი საზოგადოებრივი აღიარება. კი შეიძლება ეს იყოს ყოველივე, მაგრამ შეიძლება მეორე ფორმამაც იძალოს თავი. მით უმეტეს ახალმთვარეობის ფონზე და მზის და შავი მთვარის შეერთების ფონზე ამ მეორე ფორმამ შეიძლება უფრო მეტად იცანოს თავი და ეს რა ფორმაა? ეს არის ის, რომ აქ შეიძლება იყოს მოულოდნელი ტრავმები, ავარიები, მოულოდნელი, მოდით ვთქვათ ასე,
აფექტები, აგრესიული აფექტები ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს გინდათ სახლში, გინდათ სამსახურში ესეთი გამოვლენებები, რასაკვირველია კონფლიქტების და უსიამოვნების ფაქტორები. ამიტომ მოდით ვიყოთ მაქსიმალურად მაინც ფრთხილად ყურადღებით და ამას ახლა ემატება მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები, რომელიც უკვე ითხოვს ყურადღებას სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არამარტო საზოგადოებრივი, არამედ ტექნიკური ორგანიზაციებისგან პირველ რიგში. ახლა რისი თქვა მინდა, თქვენ ნახეთ, რომ ამას ახლა ჩვენ აღვნიშნეთ აქ, რომ ტახის წელიწადი იწყება და სანამ ტახის წელიწადი დაიწყება, თავდება ძაღლის წელიწადი, ხო? ესე იგი ფაქტობრივად ხვალ ბოლო დღეა ძაღლისა. ძაღლმა როგორ გაგვაწვალა ჩვენ და კუდი როგორ მოიქნა იანვარში, მე მგონი ყველამ დაინახეთ, ხო? და მით უმეტეს აქ იყო მზის დაბნელება 6 იანვარს, მთვარის დაბნელება 21 იანვარს და ეს კუდის მოქნევა ამ დაბნელებების დერეფნით ძალიან მძიმე აღმოჩნდა, უამრავი სხერფლი იყო, არა მარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოში, თქვენ ნახეთ იგივე გაზის აფეთქებებთან დაკავშირებული პრობლემები, იგივე დავუშვათ სროლა იყო და 1000 სხვა ინფექციური დავუშვათ გრიპებმა რამდენი ადამიანი წაიყვანეს ამ ქვეყნიდან და ასე შემდგომ ეს გაგუდვა გაზი და შემდგომ რატო? იმიტომ რომ გაზს მართავს შემკარგებო მერწყული ზოდიაქო. მერწყული ზოდიაქოში ახლა რა იმყოფება? შავი მთვარე. მასწავლებელი ძალა და აქ იქნება 5 მაისამდე. ამიტომ გაზთან სიფრთხილე 5 მაისამდე უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით რატო? იმიტომ რომ მზე უახლოვდება შავ მთვარეს, მინდა გითხრათ, და მზე დიდი ენერგიის აკუმულაციის ტენდენციის მატარებელია. მარსი და ურანი, ორი ნაგიჟარი პლანეტა ხვდება ერთმანეთთან ისეთ გადარეული ნიშანში, როგორც არის ვერძინო ბჭყალებში რასაკვირველია გადარეული, გულისხმობ ძალიან აქტიური, ენერგიული და მებრძოლ და ესეთ ფეთქებად ნიშანს გულისხმობ. ამიტომ ამ კვირაში ძალიან ვთხოვ ყველა სამსახური იყოს თავისას ვთქვათ ადგილზე და ძალიან ყურადღებით ეხება არა მარტო სამედიცინო სამსახურებს, არამედ აქ ეხება ეს ასევე გაზის, ასე ვთქვათ, სამმართველოს და ყასტრავს გაზს აუცილებლად პირველ რიგში, მთელი საქართველოს მასშტაბით და ამასთან ერთად მეტი სიფრთხილეა საჭირო, ასევე სხვადასხვა აფეთქებების ან ელექტრობასთან დაკავშირებული შეიძლება ხანძრების კუთხითაც კი აქ შეიძლება ცეცხლის სტიქიაში მარს ურანი შეერთება და შეიძლება ცეცხლმა, ასე ვთქვათ, იჩინოს ასევე თავი ელექტრობასთან ერთად და გაზთან ერთად. აი ეს სამი ტენდენცია აქ უკვე ითხოვს ყურადღებას და მაქსიმალურად ვიყოთ ცოტა ყურადღებით ფრთხილად, მეტ უმეტეს ეს კიდე ახალმთვარეობით იქნება განზოვებული, შავი მთვარის და მზის შეერთებით იქნება განზოვებული. ერთ-ერთი რაც აქ არის ახლა პრინციპში პოზიტიური დადებითი, ეს არის ის, რომ დედამიწა გადადის დადებით ენერგოველში და შედარებით ეს ცოტა, ასე ვთქვათ, გაგვინეიტრალებს ამ ნეგატიურ ტენდენციებს და დაგიმშვიდობს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სკივა, თავისთავად, ხო? მაგინა გამომდინარე, ვეცადოთ რომ გავითვალისწინოთ, ეს არის შეზო, გინდა თუ არა რაღაც აფეთქდება, რაღაცა დაიწვება და ასე შემდგომ და გაზი აფეთქდება და არა. აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ ტენდენცია ჯერ კიდევ არის. ან ჩვენ სარგებლოდ პრინციპით ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია. ამიტომ ესე იგი გაფრთხილებული ადამიანი ყოველთვის უფრო ფრთხილია, უფრო წინდახედულია, ნაკლებ შეცდომებს უშვებს და აი ზუსტად ეს გვინდა თქვენგან და სათანადო სამსახურებისაგან, რომ ეს კვირა კიდევ იყოს ცოტა მეტად ყურადღებით ფრთხილად, რათა ამდაგვარმა კიდე აი კუდის მოქნება ძაღლის წელიწადისა და აი ამ მოვლენება, რომელიც ახლა აღნიშნეთ, კიდევ არ ეჩინონ აქ თავი. აი შემდგომ უკვე შემდეგი კვირიდან უკვე შედარებით სიტუაცია დაიწყებს დალაგებას და მშვიდობას, მაგრამ ამ კვირას კიდე აქ ესეთი რაღაც გარკვეული ცოტა სიფრთხილეებია საჭირო და გარკვეული პრობლემები, რაც ითხოვს ყურადღებას. მათ შორის მეორე ტრამულობა, ავარიულობა ძალიან მაღალია. სხვადასხვა სახის აფეთქებების ტენდენციაც ასევე საკმაოდ მაღალია და ვიყოთ ესე იგი სათანადო ფრთხილები და ყურადღება მათ შორის გაზის, ელექტრობის, ცეცხლის მიმართ. ეს ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩხუბების კონფლიქტების ალბათობაც მატულობს, იმიტომ რომ მარს ურანი შეერთება მოულოდნელ აგრესიას ქმნის. არაფრის გამო შეიძლება უცებ ატყდეს სეროზული ჩხუბი, რომელიც მე ცეცხლს ვოიარაღ და მჭრელ საგნებთან იქნება დაკავშირებული და ასე შემდგომ. ამიტომ ამ ხრივ თავი დავისხიოთ და ცოტა მეტად ფრთხილად ვიმოქმედოთ. ეს ესე იგი ჩემი თხოვნა, ვარსკვლავების თხოვნა ყველა სადმე, ყველა ზოდიაქოს შესახებ ეს. ეს ზოგადი მიმოხილვა, ესე იგი, შემდეგი კვირისა, ეხლა მოდით ნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, ესე იგი, რას უკადის მათ ეს კვირა. ვერც და უმრავლესობა ფრიად აქტიური, ენერგიულია, ისევ ინიციატივიანია, საკმაოდ კარგი ტენდენციები არის აქ. ამიტომ შესაძლებლობა შემოქმედებით ინჭის და უნარის გამოვლენისა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და ასე შემდგომ იქნება შესაძლებლობა ოუნდ მაინც სიფრთხილეა საჭირო. იმიტომ გითხარით ხო ამ ტრამულობის, ავარიულობის, ემოციური ტენდენციების გამოვლენა აქ მაღალი
შეიძლება თქვენი მხრიდან როგორც არ გამოვლინდეს, სხვათა მხრიდან გამოვლინდება, ეს გაღიზიანებას გამოიწვევს თქვენში და ეს უკვე შეიძლება გახდეს დაპირისპირების და კონფლიქტის მიზეზი, რითიც წყალში ჩაღრეთ ყველა სხვა სახის დადების შესაძლებლობებს ამ კვირის. ამიტომ ცოტა მეტი ყურადღებით ვიყოთ მათ შორის აი ზოგიერთი სხვა ადამიანის ნეგატიური გამოვლინებების და არაადეკვატური გამოვლინებების მიმართ, რომელთა ტენდენცია ალბათობა ამ კვირაში ამ მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალია და ეს მოდით გავითვალისწინოთ. ეხლა რაც შეიძლება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდით აღნიშნოთ, რომ კუროთა უმრავლესობისათვის ეს პერიოდი ზოგადად კარგიც არის და ცუდიც. ნუ მაგალითად სტაბილურია უფრო პროფესიონალური განვითარების კუთხით კი, ხელს ყოფს იგი პროფესიონალურ თქვენს განვითარებას, შესაძლებლობებს, შეიძლება გარკვეულწილად მატერიალური მდგომარეობის მეტნაკლებად დასტაბილურება ან გაუმჯობესება კი, შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მოდით აღნიშნოთ ერთი რამ, რომ ენერგოტონუსი თქვენი სუსტება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მიზეზი შინაგანი შიშების ან რაღაც გარკვეული ხასიათცვალებადობისა, ამ მხრივ იყო ცოტა მეტად ყურადღებით. აღნიშნოთ ისიც, რომ ესე იგი მთავარი პრობლემა არის ჯანმრთელობის ტონუსის შემცირება. ამიტომ ნუ გადაეტვირთებით, ეცეთ მაქსიმალურად გადაერთოთ უფრო მშვიდ საქმეზე, რაღაც განსაკუთრებული სარისკო მშვიდ გრანდიოზული პროექტები აქ არ გვინდა. ოდღური საქმეებით შემოიფარგლეთ, ან დაუშვათ თუ რაღაცას აკეთებთ ისეთ რომ ეს დიდი საქმეა და რაღაც დიდი ენერგია ჭირდება, აუცილებლად შევხამეთ დასვენებას. რომ ორგანიზმმა დაისვენოს და ამ შემთხვევაში ენერგოტონუსი რადგან დაბალია, შეიძლება ამ გადატვირთვამ გამოიწვევს არაადეკვატური მოქმედებები, რეაქციები, შეცდომები და ასე შემდგომ. რაც შეეხება ხატყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, realობაში არ არის ცუდი კვირა, რადგან ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, გონება განწყობა პოზიტიურია, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი სწავლისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მოგზაურობებისთვის, შეიძლება ახალმა ნაცნობებმა ფრიად საინტერესო იდეები, პროექტები შემოიტანონ, ან ჩაგთუნ ამ პროექტებშიაც, ასე თქვენთვის იქნება საინტერესო, ზოგიერთ თქვენთაგანი დაეწყებს ახალი იდეების განხორციელებას, ან ახალ საქმეში ჩაერთვებაში, ახალ სამსახურშიც კი. ყოველ შემთხვევაში სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები აქ უდავოდ არის. მე თუმცა ეს ნიშანი ფრიად კონტაქტური, კომუნიკაბილურია, წყინვალე იდეების მატარებელია, ამიტომ შესაძლებლობები სასიკეთო არის, მაგრამ მაინც გავსურვებთ ამ კვირის ნეგატიური ტენდენციები, ახალი მთვარე, მზის და ურანის შეერთება, მზის და შავი მთვარის შეერთება, მარსის და ურანის შეერთება, ეს ნეგატიური ტენდენციები ითხოვენ ცოტა მეტ ყურადღებას, მათ შორის საჭესთან ზედმეტად სწრაფი მოძრაობის მიმართ, ასევე სულ სწრაფობის მიმართ საერთოდ ხასიათშია, ეს არ გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი ამ კვირისა. რაც შეეხება კერჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი თქვენი მაინც შედარებით შესუსტებული, ამიტომ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუაირებ. და ასევე მოვერდოთ სარისკო მოქმედებებს. ამავდროულად მოდით აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი თქვათ მეტნაკლებად ხელს უწყობს ურთიერთობებს, მათ შორის კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. კარიული წარმატება ისევ და ისევ მთლიანად იქნება დამოკიდებული თქვენ შესაძლებლობებზე. აი იმ ნიჭის უნარის გამოვლენაზე, რომელსაც სამყარო ითხოვს თქვენგან. ოღონდ იმოქმედეთ, იმუშავეთ, იმოძრავეთ, ოღონდ გადატვირთვის გარშე. ეს უნდა ახსოვდეს ყველა კერჩხებს, იმიტომ გადატვირთვა უკვე შეიძლება გახდეს პრობლემების მომტანი და ისევ ეს კვირა არ არის მაინდამაინც სასურველი ფინანსური ოპერაციებისათვის, სხვილი საყიდლებისთვის და ყიდვა გაყიდვისათვის. აი ამ მხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, ძალიან ინიციატივიანი ეს ნიშანი, ძალიან შარმიანია, ძალიან კარგი პერიოდია პირადი სასკვალო ურთიერთობებისათვის, შვენიერი არტისტული მონაცემები გაქვთ და ადვილად იზიდავს სხვა ადამიანებს, მათ სიმპათიაც შეიძლება თვალშისაცემი გახდეს თქვენდამი, მაგრამ ისევ და ისევ ეცადეთ სხვები არ დაარწმუნოთ გინდა თუ არა თქვენს მართებულობაში ხოლოდ. ეს შეიძლება გახდეს გამოწვეული მიზეზი, იმიტომ რომ აქ რადგან თქვენ თავზე შეიძლება შეგექმნათ გერმეტად დიდი წარმოდგენა, იმიტომ რომ ყველაფერი გამოგვდით და ადვილად და თანხიად ფრიად პოპულარული ხარ. ნუ ცხადია შეიძლება ამან გამოიწვიოს რა ვარსკვლავური დაავადება, მე მაინც მაგარი ვარ და ყოველთვის მართალი ვარ, ეს საყვარელი ფრაზები ლომისაც ამოიწევს წინაპანს და ამ შედეგად შეიძლება გინდა თუ არა თქვენ დაიწყოთ დაწმუნება ყველასი რომ აი მარტო მე ვარ მართალი და გააკეთოთ ის რაც მე მინდა, რასაც მე ვამბობ და შემდგომ ერთ-ერთი ეს გზა არის. ეს გამოიწვევს აუცილებლად საფასუხო რეაქციებს და კონფლიქტებს. ამიტომ ამ მხრივ ვიყოთ ყურადღებით ეს წყალქვეშა ნეგატიური დინება ამ კვირისა, რომელმაც შეიძლება ბევრი სასიკეთო პერსპექტივა გააფუჭოს თუ ამ გზით ივლით.
რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, ენერგოტონუსი თქვენი, მცირდება ემოციური სტაბილურობა, ასევე არა სანდოა და აქედან გამომდინარე, ნუ გადაიტვირთებით ამ დროს უამრავი საქმე. ამ უამრავი რამ არის გასაკეთებელი და აი ესეც სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა მიუხედავად ესეთი სირთულეებისა, იმიტომ საქმე ბევრია და გასაკეთებელი თქვენია ისევ, ამის დამეხოდვად შეძლოთ სწორად ძალების და დროის და ენერგიის გადანაწილება. წინამძღოლ შემთხვევაში მეორე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმეა, ბევრი შეხვედრების აუცილებლობა იქნება, შეიძლება პასუხისმგებლობის აღებაც მოგეწიოთ, მაგრამ თუ არ გადაამწილეთ დასვენება და საქმე შეიძლება ვთქვათ ემოციურ მარასტაბილურობა მიჩენონ თავი და პრობლემები შეექმნას მათ შორის თქვენ ჯანმრთელობას. ამიტომ მაქსიმუმად 7-დან ეცადეთ გაიაროთ ეს პერიოდი ზედმეტი გადატვირთვების გარეშე, არავით არის ზედმეტი კონფლიქტები, არავით არის საქმეების გარჩევები ამ პერიოდში. რაც შეეხება ახლა სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კარგი პერიოდია სასწორთათვის ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ამიტომ სასწორთა უმრავლესობა ფრიად ასე ვთქვათ აქტიურად გრძნობს თავს, მინდა გითხრათ და ამიტომ არ უჩივის აქ ჯანმრთელობას, არ უჩივის ხასიათსვალებადობას და ასე შემდგომ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად არის იგი. შარმით საკმაოდ მაღალია, ეს ნიშანია, რომლის ველობისას ამ კვირის ველობისას მას შეუძლია ჰარმონიის მიღწევა, როგორც პირადი ურთიერთობების, ასევე კოლეგებთან ხელმძღვანელთა ურთიერთობების კუთხე ძალიან კარგია, მოგზაურობისათვის საინტერესო შეხვედრებისთვის, ქორწინებისთვის და თუ გნებავთ ოღონდ ახალმთვარეობის გამოკლებით თავისთავად დანარჩენი დღეები უმჯობესია ავიღოთ იდეების რეალიზაციის კუთხით და შემოქმედებით ნიჭის გამოვლენის კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. რაც შეეხება მორიელს არ უჩივის აქ მაინდა-მაინც უიღბლობას, მოდი ვთქვათ ასე, მთლიანობაში საკმაოდ დინამიური პერიოდია, პოზიტიური პერიოდია, თქვენლები შეიძლება ესე ვთქვათ, რომელიც შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვილ საყიდლებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო საყიდლებს, აქ შეიძლება ახლობელთა რჩევები, ახლობელთა თანადგომა, მათთან ერთობლივი თანამშრომლობაც კი მეტად წარმატებული აღმოჩნდეს, მაგრამ მორიელსაც თხოვთ ცოტა მეტ ყურადღებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. კი, პოპულარიზაციის შანსი გაქვთ, ალკოჰოლის შანსი წარმატებისა გაქვთ საქმეში მათ შორის, მაგრამ ფინანსურად ეს ვიმეორებ შეიძლება გაუმჯობესდეს სიტუაცია, მაგრამ ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ ნუ გადაიტვირთებით, ნუ გადაიღლებით, შეძლებით და გვარად დაისვანეთ. აი დასვანებასთან ერთად, აი თუ შეახამებთ ერთ მეორეს და მაშინ იქნება ძალიან კარგი პერიოდი. აი დასვანება ნაკლებად ესაჭიროება მშვილდოსანი. მშვილდოსანი ძალიან აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, მეტად ოპტიმისტური და მეტად ასე ვთქვათ, კარგი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენა შეუძლია. ამიტომ აქ ყველაფერი გამოსდის ამ ნიშანს. საკმაოდ კარგი პერიოდია. ამიტომ აქ უკვე განთავისუფლდით ძველი, ასე ვთქვათ, სტერეოტიპებისაგან და თუ რაიმე კომპლექსი ჰქონდათ ამისგანაც. პერიკეთ ეს არის პერიოდი ბიზნეს მიღწევისა, ეს არის პერიოდი ექსპერიმენტებისა, სარისკო მოქმედებებისა. ოღონდ ახლა მაინც ხუთში ამას ნუ მოვაწყობთ ამ ექსპერიმენტებს. აი დანარჩენი დღეები კი ბატონო გამოიყენეთ, თუმცა მე მაინც გერჩევთ რომ მაინც გავითვალისწინოთ რომ კი ბევრი რამ გამოგდით, კი წარმატების შანსი მაღალია, მაგრამ თუნებებიც მაღალი იქნება, იმიტომ რომ მაინც მზის შეერთება შემთხვევასთან ყოველთვის რაღაც თუნებებთან არის დაკავშირებული. და ამ მხრივ ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით, მით უმეტეს ახალი იდეების რეალიზაციის და ახალი წინადადებების მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ამიტომ ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ანუ არ გადაეტვირთოთ შეძლებს და გვარად მეტად დაისვენოთ. თუ ამას შეძლებს, ამ მხრივ პერსპექტივები სხვა შორის საქმიანი კიდევ იქნება. აქ შეიძლება ისო ძველი პროექტებისგან მიიღოთ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, ეს პერიოდი ისევ ხელს შეუწყობს ვალების დაბრუნებას. აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა გამოკრას ხელი ხელფასის მომატებას ან ახალი შემოსავლის წყაროები იპოვოთ ისევ ყოველ შემთხვევაში სასიკეთო შესაძლებლობები ნამდვილად იქნება. მაგრამ მთავარია ამ დროს არ გადატვირთოთ ორგანიზმი. წინამძღოლ შემთხვევაში თუ ის დაიღალა, გადაიღალა, რაც უკვე მეტ შეცდომებს დაუშვებს და ეს სასიკეთო პერსპექტივები, რაც უკვე იქნება უკვე შემდგომ ამ ნეგატიური ტენდენციების ფარხულში გადასული. მერწყულებსაც შეეხება ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდია, შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ პერსპექტივების წინაშე ენერგოტონუსი მაღალია, თუმცა მერწყული ფრიად აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია. ეს პერიოდი უფრო ხელს უწყობს ფსიქოემოციურ სტაბილურობას თქვენ ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, რომლის ობისაც თქვენ შეგიძლიათ საინტერესო მათ შორის აი ადრეული, რომელიც ვერ განახორციელებთ თავის დროზე იდეების კონკრეტული რეალიზაცია. აქ მოგეცემათ ძალიან კარგი შესაძლებლობა სასარგებლო და საჭირო კონტაქტების დამყარებისა. შეიძლება მიიღოთ პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი ხელს უწყობს ნიჭის უნარის გამოვლენას და მაქსიმალურად თქვენს
წარმატებებს. და შეიძლება თევზებს, აი აქ მოდით ავუშვათ, რომ თევზების ერგო ტონუსი კლებულობს. ამიტომ რა შეიძლება ცოტა ფრთხილად ვიყოთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობაც მეტად იჩენს თავს. ამიტომ ნუ გადაიტვირთებით, ნუ გადაიღლებით ზედმეტად, ეცადეთ რომ ეცადეთ მეტად ასე ვთქვათ, ცუდ აზრებს არ აყვეთ პირიქით, რა შეიძლება პოზიტიურ ვთქვათ აზრები წარმოაჩინოთ წინა პლანზე, იმიტომ რომ გარკვეული შესაძლებლობები დავუშვათ კარიერული სტაბილურობის აქ არის. შეიძლება დავუშვათ გარკვეულწილად ზოგიერთ საინტერესო პროექტშიც მიიღოთ მონაწილეობა, ზოგიერთ თქვენთან შეიძლება აღმოჩნდეს პერსპექტიული წინააღმდეგობის წინაშეც კი, ანუ სასკეთო ტენდენციები უდავოდ არის ამ კვირის განმავლობაში, უბრალოდ თავარია რა, რომ აქ არ გადაიტვირთოთ, არ გადაღალოთ საკუთარი თავი, ფსიქოემოციურად არ მოიშალოთ ზედმეტად ცუდი აზრებისაგან და ხასიათვალებადობისაგან, თუ ამას შეძლებდა ზედმეტად არ დაიტვირთებით, მაშინ პერიოდი იქნება მეტნაკლებად სტაბილური თქვენთვის. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია და მათი ასტროლოგიური პროგნოზი ამ კვირის განმავლობაში და ახლა მოდით აღმოჩნდეთ უკვე 12 ზოდიაქოს ნიშანს ჭირდება ყურადღება გეომაგნიტური დღეების მიმართ. იცით ეს ის დღეებია, რომელთაც მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დღეებში თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენებისა, ამიტომ ეცადოთ ესე დღეები მეტად თხილად და წინდახედულად განვლოთ. აქ არაფერი ახალი, განსაკუთრებული სარისკო არ დავიწყოთ და უფრო მეტად ვთქვათ, დავისვენოთ ან გამოვიყენოთ წამლების პროფილაქტიკა, თუ ესეთი აუცილებლობა იქნება. ასეთ გეომაგნიტური დღეებით ჩვენ გვაქვს 5 თებერვალს, ანუ ახალთვარეობაზე, სამშაბათს, ასევე 5 შაბათი, 7 თებერვალი, 5 შაბათი ასევე გეომაგნიტურია, გეომაგნიტური გვექნება შაბათი და კვირა, ეს არის 9 და 10 თებერვლის დღეები. ახლა რა შეეხება უკვე ვთქვათ ასე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდებს. ეს ის პერიოდები, ეცით რომ თავსებობისას მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი დაუშვათ მოულოდნელი ყურადღებობის ფონზე არასასრული ტრავმებისა და ავარიების. ამიტომ ამ მხრივ მძღოლები და ქვეით ატმოსფერულები ამ პერიოდებში უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღებიანები. ნუ პირველ რიგში მოდით დავუშვათ რა პერიოდებია ეს. ჩვენ გვაქვს ესეთი პერიოდი 6-ში 4 შაბათ დღეს, ანუ ღამე ღამის 4 საათიდან ფაქტობრივად დილის 6 საათამდე და 3 წუთამდე. ასეთივე პერიოდი ჩვენ გვექნება კიდევ პარასკევს ღამის 2 საათიდან 3 წუთიდან ოღონდ საღამოს უკვე 18 საათამდე 35 წუთამდე. აი ეს პერიოდები ცოტა ყურადღებით გავლოთ, იმიტომ რომ აქ მეორე ყურადღების მოდუნების ფონზე ტრავმება და ავარიება შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. ეხლა სხვა მშვიდობიანი მოვლენების შემდეგ კვირისა ნუ ერთი შტრიქით თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ერთი წინადადებით, რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებული, ნუ მაგალითად ავიღოთ 4 რიცხვი, ანუ ხვალინდელი დღე, პირველ რიგში აქ მშვიდობიანი მოვლენა ხდება კიდევ ერთი, რომელიც უკავშირდება რას, იმის გარდა რომ ჩვენ აქ გვაქვს, ესე იგი, ახალმთვარეობის წინა დღე, მოდით ვთქვათ ასე, და ბოლო დღე ძაღლის წელიწადისა, ამასთან ერთად ხვალ 4-ში ორშაბათს სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თხისკა ზოდიაქოს ნიშანში, სადაც გასტანს იგი 1 მარტამდე. ეს მოვლენა რას განაპირობებს მეტად პარტნიორულ სასქესობრივ ურთიერთობებში გრძნობების გამოვლენას, ამ მხრივ თავდაჭერას, მეტ სტაბილურობას, პასუხისმგებლობის უნარის გამოვლენას პარტნიორულ ურთიერთობებში, უფრო სიყვარული მიიღებს პრაგმატული არსახეს, აქ ნაკლები იქნება რომანტიკა, ნაკლები რაღაც ესეთი ამაღლებული განსაკუთრებული გრძნობების გამოვლენის ტენდენცია და შემდგომ. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ადამიანები ეცდებიან უფრო პრაგმატულად თავისი საქმით აუხსნან სიყვარული ადამიანებს, ვიდრე პარტნიორებს, ვიდრე დაუშვათ რაღაც სხვა ატრიბუტებით, სიტყვებით და ასე შემდგომ. ეს სწორედ დამახასიათებელია თხისკას სიყვარულის გამოვლენისადმი. კონსერვატიული ტრადიციული მიდრეკილებები და ესეთ ფორმით გამოხატვა უფრო მეტად წამოვა წინა პლანზე ამ პერიოდში. და ხელოვნებაშიც კი აი მონუმენტური ხელოვნება გასულ თქვენ ხო, სტილი მონუმენტური ხელოვნებისა. აი ეს უფრო მეტად წამოიწევს წინა პლანზე ამ პერიოდში, უფრო ადამიანთა ხასიათში ამ ზეგავლენის შედეგად აი ესეთი ტენდენციები უფრო მეტად იჩენენ თავს. და შეეხება ახლა უკვე სამშაბათს, ეს არის 5 რიცხვი, აქ მოიხსენებათ უკვე სწორედ მოსალოდსად არის საქმე, იმიტომ რომ ყვითელი ტახის, ანუ ღორის აღმოსავლური კალენდრი წელი შემოაბიჯებს უკვე აქ ღამის 1 საათზე და 5 წუთზე თბილისის დროით და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ საინტერესო მოვლენები გვექნება და რას ნიშნავს ამ ტახის წელიწადის შემოსვლა, ამაზე მე ცოტა ხანში გესაუბრებით, რა ტენდენციებს შემოიტანს იგი. მაგრამ რაც შეეხება თვითონ დღეს, დღის ტენდენციებს, რასაკვირველია პოზიტიური განწყობა წინა პლანზე უნდა
კონდეს ამავდროულად მაღალია ხუთში ილუზიების ან თვითმოტყუების, ასევე არასწორი ინფორმაციის მიღების მაღალი ალბათობა. ეცადეთ თავი არიდოთ აქ ზედმეტ მღელვარებას, ხალხმრავლობას, ღორის ხორცის საკვებად გამოყენებას. ეს ესე იგი აუცილებელი პირობებია. შემდგომ 6 რიცხვი 4 შაბათი პოზიტიური დღეა სიგნალიზაციის დასაყენებლად სამოგზაუროდ იურისტებთან კონტაქტებისა და შემოქმედებითი მუშაობისათვის. 7-ში 5 შაბათს აქ ხელმძღვანელ პირებთან დაუშვათ საუბარი ამ დღეს იქნება ფრიად პოზიტიური. კარგია იგი წერტილოვანი მასაჟისათვის. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ 7-ში ალერგიის გამოწვევ პროდუქტებს. მეტად გამოიყენეთ თევზეული, რძის პროდუქტები, მწვანე ჩაი, თუნდაც აი ეს ყოველივე უფრო მეტად სასიკეთოზე გავლენას მოახდენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობას. რაც შეეხება პარასკევ დღეს, ეს არის უკვე 8 იანვარი, ეს დღე ბოდისვიხტი 8 თებერვალი, აქ ამ პარასკევს დღე გაატარებთ 7-დან ჰარმონიულად, თუმცა გეგმებს ნუ დასახავ და ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. ეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, ეს არ გადატვირთვა პირველ შეეხება 8-ში. თევზების, ვერძის და კუროს ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, რომელთა ნერვული სისტემა და ორგანიზმი იქნება ფრიად დასუსტებული ამ დღეს. 9 რიცხვი შაბათი ამ დღეს ნუ იჩქარებ დასკვნის გამოტანას, კარგი აქვს ტექნიკასთან ურთიერთობა, ხელმძღვანელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, საყოფაცხოვრებო საგნების შეძენა. 10 რიცხვი კვირა დღე აქ სასიკეთოა ეს დღე სტუმრების მისაღებად, მაგრამ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები. კარგია ეს დღე სწრაფად შესრულებადი საქმეებისათვის, ასევე სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისათვის, ასევე ტურისტული ლაშქრობებისათვის. ეს შემდეგი კვირის ზოგადი ტენდენციებია, რაც ამ კვირასთან არის დაკავშირებული. ეხლა სხვა მშვიდობიანი მოვლენები, რომელიც უკავშირდება ასევე შემდეგ კვირას გავითვალისწინოთ ეს ტენდენციები, ვისაც აქვს საქმე ფინანსებთან, ასევე ბიზნესთან და შემდგომ მათთვის იქნება ფრიად ეს მნიშვნელოვანი. ესე იგი 5 რიცხვი თებერვლისა 4 და 5-ია, ეს ორშაბათი და სამშაბათი. კარგია, მაგალითად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონტაქტი ამ პერიოდში, მათ შეიძლება მოულოდნელი დახმარება გაგეწიონ. და მოულოდნელმა ფინანსურმა შემოსავლებმაც კი შეიძლება აკეჩინონ თავი. რაც შეეხება 6-დან უკვე 6-დან 10 რიცხვის ჩათვლით პერიოდს, ეს კარგი პერიოდია ხანგრძლივი ასე ვთქვათ მოქმედების კონტრაქტების დასადებად და აქ მაინდა-მაინც ნუ გექნებათ იმედი, რომ აი სწრაფ ასე ვთქვათ მიიღებთ სწრაფ ფინანსურ დივიდენდებს ნაკლებად მოსაუბრებელი ეს ყოველივე. რაც შეეხება მოგზაურობას 4 და 5 ცოტა ფრთხილად ვიყოთ, მაინც მოგზაურობის კუთხით რა თქმა პრობლემები არ შეგექმნას. ხოლო 6-10 თებერვლის პერიოდი აქ შეიძლება ყველაფერი ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ და ამ ხრივად შეიძლება გარკვეულმა სირთულეებმა ეჩინონ თავი. სასკვალო ურთიერთობის კუთხით 4 და 5 თებერვალი. აქ ეს პერიოდი ასე ვიტყოთ, ცოტა მეტ სიფრთხილეს განსაკუთრებით ახალი სასკვალო ურთიერთობების ანაცნობობის მიმართ არ აღმოჩნდა ზედმეტად ილუზიების მდგომარეობაში და თავი არ მოიტყუოთ. ამ ხრივ, ხოლო 6-10 რიცხვის პერიოდი უკეთესია, კარგია იმისთვის, რომ დავუშვათ გზნობები გამოხატოთ, ან დავუშვათ გადაწყვიტოთ შეუღლება, გადაწყვიტოთ ნიშნობა და ასე შემდგომ, მით უმეტეს თუ აქ ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება სასიკეთო, თუ უკვე კარგი ხანია ხვდებით ერთმანეთს. კარგი პერიოდია ასევე სერიოზული საქმეებისთვის, თუ კი რაიმე აქ გაუგებრობა იყო თქვენ შორის, ეს ყველაფერი დაალაგდეს და მოწესრიგდეს. ამ ხრივ ეს პერიოდი კარგია. ეხლა შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი გვაქვს, ვისაც აქ მაგალითად კურნალობის დაწყება განზრახულია. მათთვის საუკეთესო პერიოდები ჩვენ გვექნება შემდეგ კვირის განმავლობაში. თქვათ ასე 6-ში, ასევე 7-ში, 10 თებერვალს, ხოლო არის სასურველი ყოველივე ამის გაკეთება 5-ში. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. რაც შეეხება მოგზაურობის დაწყებას, ამ ხრივ 9 თებერვალი ყველაზე კარგია, არ ვარგა 5 და 7 თებერვლის დღეები. 10 თებერვალიც კარგია, სხვა შორის მოგზაურობის დაწყებისათვის. დარჩენილი დღეები საშუალო. სამსახურის შესვლისთვის შეიძლება ასე ვთქვათ, რომ 8 თებერვალია ყველაზე კარგი, დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 8 და 10 თებერვლის დღეები, დარჩენილი დღეები აქაც ნეიტრალურია. ქორწინებისთვის შეიძლება აღნიშნოთ, რომ 10 თებერვალია კარგი,
და არ ვარგა აქ 5 და 6 თებერვლის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. ბინის კიდვა გაყიდვისათვის ახალ ბინაში გადასვლისათვის არც ერთი დღე არც ცუდი არც კარგი არ არის და ნეიტრალურია ყველა. 5-ში შევიკავოთ თავი და დარჩენ დღეები შეგვიძლია. რემონტისათვის მშენებლობის დასაწყებად მოდი თქვათ ასე 6 თებერვალია ყველაზე კარგი და არჩენ დღეები ნეიტრალურია. სხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგია ამ შემთხვევაში. უბრალოდ არ არის ესე დღე არც კარგი არც ცუდი, აქაც ყველა დღე ფაქტობრივად ნეიტრალურია. ამიტომ 5-ში შევიკავოთ თავი, ხვალაც მაინდა-მაინც არ არის სასურველი და არჩენ დღეები გამოვიყენოთ. სასამართლო პროცესების დასაწყებად 6 თებერვალია ყველაზე კარგი, 7 და 10 თებერვალი და ნაწილობრივ 5 თებერვალიც არ ვარგა. ამიტომ მომხრე უჯობესია ცოტა მეტად შევიკავოთ თავი. ეხლა ჩვენ გვაქვს სარეკლამო ტიხარი, უკვე მოგვისწრო რეკლამა, ამიტომ ცოტა ხნით ეხლა გავართ რეკლამაზე. ძალიან მალე დავბრუნდებით და უკვე გავაგრძელებთ ჩვენს საუბარს ასტროლოგიაზე. ეხლა ჩვენს ეთერშია სარეკლამო პაუზა. ჩვენ ეთერში ვარ ტელეკომპანია კავკასია, პროგრამა ვარსკვლავები გვამსწრობენ, საუბრობთ ასტროლოგიაზე. ანუ მოდით ვერცხლის ეხლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რა რიტუალებია ჩასწარებელი, თუმცა სანამ ფინანსურ რიტუალებს მივადგებით ჩვენ იქამდე, ესე იგი მე აქ ორი კითხვა მაქვს, მინდა გითხრათ, რომელზეც მინდა პასუხი გავცე, იმიტომ რომ აქ სანამ შემოვიდოდი დამოხვედრეს აქ, ესე იგი თანამშრომლებმა, რომ არის ესეთი კითხვები, რომელიც საინტერესოა, ალბათ საჭირო ადამიანებისთვის, პირველ რიგში გასაგებია საახალწლო დღეებმა გაიარა, ბევრი ტკბილეული მივირთვი და შემდგომ, ამიტომ კბილების უმრავლესობა ეხლა ცუდ დღეშია, მინდა გითხრა ადამიანთან, ამიტომ აქედან გამომდინარე აინტერესებს ჩვენი სტომატოლოგი, ასტროლოგის კალბატონი ეკა სამონტაშვილის ტელეფონის ნომერი და უპრეანი არის ყველი და მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ახლა მას მიმართოთ. ტელეფონის ნომერს გეტყვით 268 84 62. ვიმეორებ 268 84 62. კალბატონი ეკა სამონტაშვილი, ასტროლოგიური ცოდნის გამოყენების მშვენიერი ოსტატი, სწორედ სტომატოლოგიაში. ეს ერთი. მეორე კითხვა იყო დაკავშირებული ჩვენს პარასკევის გადაცემასთან. ახლა ვინც უყურა პარასკევს ამ კვირას, გადაცემა თქვენი დრო იგულისხმება მოგხსენებათ. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ აქ ყავდა სტუმრად აი ამ ტახის წელიწადის, ახალი წელიწადის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ასტროლოგიური კუთხით ტახის წელიწადის პერიპეტიებზე, ხოლო პარასკევს გვესაუბრა ამ თემებზე კალბატონი ეკა კვარაცხელია. ანუ, იცით თქვენ, ეს არის ფენშუის სპეციალისტი, აღმოსავლური ასტროლოგიის ოსტატი. ძალიან საინტერესო იყო მე მგონი მისი საუბარი, მაქსიმალურად ეცადა რომ გაეხსნა, ასე ვთქვათ, ეს თემა და მოეწოდებინა თქვენთვის ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამასთან დაკავშირებული, მათ შორის რიტუალებზე ისაუბრა, საახალწლო და ასე შემდგომ. და აქ ესე იგი თქვენ გახსოვთ ახლა კითხვა არის რასთან დაკავშირებით სწორედ იმ გადაცემასთან მიმართებაში, იმიტომ ჩვენს ტელემაყურებელი ჩვენი დაინტერესდა და ორი კითხვა ესეთი. კალბატონმა ეკა მაჩვენა გარკვეული 3 ატრიბუტი, სიმბოლო, რომლის ტარება სწორედ უკვე აი 5 რიცხვიდან, თუ რა აქ შემოდის უკვე ტახის წელიწადი და აქ არის ეს ყველაზე აქტუალური, იქნებოდა ფრიად სასურველი თქვენს საფულეში. რათა ამ ვთქვათ ატრიბუტებს და ამ სიმბოლოებს მოეზიდათ მეტად მომავალ წელს ფინანსები და ფინანსური ეგრეგორი თქვენდამი. ეხლა ის სწორედ ჩვენს ტელემაყურებელს აინტერესებს, რომ რა ატრიბუტები იყო, იმიტომ რომ კარგად ვერ გავარჩიეთო და რა არის კონკრეტულად. ეხლა მე ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ უმჯობესია ამ თემაზე და სად ხო აინტერესებთ, სად შევიძინოთ. აი მე მინდა გითხრათ, რომ ამისთვის უნდა შეეხმიანოთ კალბატონ ეკა კვარაცხელიას, მე ხა მოგცევთ მის ტელეფონის ნომერს და ის დაგაკვალიანებთ იმასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება ამ ატრიბუტების შეძენა, რომლის ტარება საფულეში იქნება ფრიად უპრიანი და მეტად ფინანსური ეგრეგორის მომზიდველი თქვენთვის ეს ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ეხება თავისთავად ამ კუთხით. ტელეფონის ნომერი ფენშუის სპეციალისტის კალბატონ ეკა კვარაცხელიასი არის შემდეგი: 568 14 04 56 568 14 04 56. ეხლა რაც შეეხება უკვე დარჩენ ჩვენს ასე ვთქვათ პროგრამას გადაცემისა, უკავშირდება იგი ამ შემთხვევაში სწორედ ფინანსური ეგრეგორის მოზიდვას ასტროლოგიური კუთხით ოღონდ და პლანეტების წყობა რა პერიოდებში შემდეგ კვირის განმავლობაში გვამცნობს ფინანსური რიტუალების აუცილებლობის შესახებ. ეს რიტუალები ან მოქმედებები, რომელიც ხელს სკობს ასევე
ფინანსური, ასე ვთქვათ, ეგრეგორის მოზიდვას და ამ კუთხით მოდით დავუშვათ რა მოქმედება იქნება საჭირო იმისთვის რომ მოვიზიდოთ ფული და რა მოქმედებები არ იქნება საჭირო ამ დღეებში, რათა არ მოხდეს განზიდვა ამ ფინანსებისა ჩვენი ბიუჯეტიდან და საფულედან, მოდით ვთქვათ ასე. პროექტში ესე იგი 4-ში ხვალ 4 თებერვალს კარგია ვალების გასტუმრება, ქველმოქმედება. ეს მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს. მაგრამ სხვის საფულეში ნუ შეიხედავს, ეს მერე თქვენი საფულედან წაიღებს ფულს. 5 თებერვალი სამშაბათი, კარგია სავალუტო ოპერაციების ჩატარება და ვალების დასრულება, მაგრამ არ შეიძლება სხვისი ფულის გადათვლა. ეს მერე დაგაკარგინებთ საკუთარ ფულს. 6 თებერვალი, ძალიან კარგია საფულეს შეძენა, ფულის გადათვლა, ვალის გასტუმრება. 7 თებერვალი უკვე ხუთშაბათი დღეა, კარგია კაპიტალ დაბანდება, ფულის ვალში გაცემა, ანაღება და ვალის დაბრუნება. აქ არის სასურველი უკვე ვალუტის ყიდვა, გაყიდვა. ეს პირიქით თქვენს ფინანსურ ეგრეგორს დააზიანებს. 8 თებერვალი კარგია აქ ვალების დაბრუნება და 9 თებერვალს კარგია ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა. მაგრამ არ შეიძლება 9-ში არ არის სასურველი ფულის გადათვლა, სარკის შეძენა და საიუველირო საგნების შეძენა. და შემდეგ კვირა დღეს 10 თებერვალს კარგია სავალუტო ოპერაციების ჩატარება, მაგრამ არ არის სასურველი კაპიტალ დაბანდება, ფულის ვალში გაცემა და აღება. ეს პირიქით შემდგომ უკვე თქვენი ფინანსების დანაკარგს გამოიწვევს მეტად. აი ეს რაც ეხება საფინანსო, ასე ვთქვათ, რიტუალებს, ახლა რაც შეეხება ანგელოზის საათს შემდეგი კვირისა, ესე იგი ციტესის დროა, რომლის შეულობისას თქვენ გეძლევათ საშუალება რომ გაესაუბროთ თქვენს ფარველ ანგელოზს, შეხვიდეთ მასთან კონტაქტში და სხვა შორის უმრავლეს შემთხვევაში როგორც ადამიანები ხარ, ეკავენ მიხსნიან რომ მუშაობს ეს სისტემა და ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში ადეკვატური უნდა იყოს ოღონდ თქვენი, ასე ვთქვათ, ხოვნა, რამდენადაც იმსახურებთ, იმდენადაც მიიღებთ ამას, მაგრამ ის რომ თქვენ აქ ამ პერიოდში ყველაზე მეტად შედეხართ კონტაქტში თქვენს ფარველ ანგელოზთან, ეს უდავოა. ამასაც მოდით აღვნიშნოთ რომ ამ პერიოდში თუ რამე კარგ საქმეს გააკეთებთ და განიზრახავთ რამე სიკეთის კეთებას, თვითონ იგრძნობთ აუცილებლად ფარველი ანგელოზის დახმარებას კარგ საქმეებში. ანუ ეს შეიძლება იყოს როგორც თხოვნისთვის გამოყენებული ეს დრო, ასევე რაღაც კარგი, ასე ვთქვათ, საქმისთვის და სიკეთისთვის. აი რა პერიოდები გვაქვს ჩვენ ესეთი შემდეგ კვირის განმავლობაში. 4-ში ხვალ ორშაბათს 18 საათიდან 19 წუთიდან 19 საათამდე 2 წუთამდე გვაქვს ანგელოზის საათი. 5-ში ანუ უკვე ტახის შემოსვლასთან ერთად, ესე იგი სამშაბათ დღეს 18 საათიდან 33 წუთიდან 18 საათამდე 57 წუთამდე. 6 თებერვალს 4 შაბათს 18 საათიდან 17 წუთიდან 18 საათამდე 59 წუთამდე. 7 თებერვალს ანგელოზის საათი იწყებს სამოქმედებას 18 საათზე და 13 წუთზე და გასტანს იგი 18 საათამდე და 56 წუთამდე. 8 თებერვალს პარასკევს 18 საათიდან 9 წუთიდან 18 საათამდე 52 წუთამდე. 9 თებერვალს შაბათს 18 საათიდან 5 წუთიდან 18 საათამდე და 59 წუთამდე და 10 თებერვალს 18 საათიდან 2 წუთიდან 18 საათამდე და 46 წუთამდე. ეს ანგელოზის საათი და აი ამ პერიოდის განმავლობაში უნდა შეხვიდეთ მასთან კონტაქტში. ნიშნობა არ აქვს თქვენი 1 წუთის განმავლობაში დაელაპარაკებით თუ ნახევარი საათი გინდათ ესაუბროთ. ამას მთავარია რომ აი ამ პერიოდში მოხდეს ეს თქვენი კონტაქტი. ეხლა ამავდროულად ესე იგი სანამ მე უკვე გადავალ ასე ვთქვათ აღმოსავლურ ტენდენციებზე და ფაქტებზე პირველში მოდით აღვნიშნოთ რომ ესე იგი კიდევ ერთხელ მინდა ესე შეგახსენოთ რომ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ და ორი ცალია ესეთი და არ დაგვაბნიოს ჰოროსკოპი პლუს რევიუ ეს არის სახალხო მინდა გითხრათ რომელიც მთელი წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს მოიცავს ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს არის ყოველთვიური რომლის ველობისას თქვენ შეგეძლიათ ასე ვთქვათ ყოველთვიური ასტროპროგნოზი მიიღოთ ჩემგან იყოთ გაფრთხილებული და შეარაღებული ამასთან ერთად თქვენ იცით რომ გამოსული ასევე დიდი ჟურნალი რო არ აგვერიოს ჰოროსკოპი ჰოროსკოპი ეს არის ჟურნალი სადაც არის საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი თავისი უნიკალური გრაფიკები და დედამიწის გეომანტიის აღმნიშვნელი პარამეტრებით აქ ჩვენ გვაქვს ასევე აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ამ წლის ასტროპროგნოზი და პლუს ამას თითოეული დღის გეომაგნიტური მდგომარეობა როგორი გვაქვს თითოეული 6 საათის გათვლით ყოველი დღისა დილით შუა დღეზე საღამოს და შემდგომ როგორი გეომაგნიტური მდგომარეობა რაც მოქმედებს ასევე ჯანმრთელობაზე მოიხსენება და აქ არის ასევე მთვარის ენერგიების რეკომენდაციები.
ეცით რომ ამასთან ერთად არის გამოსული ჟურნალი ბროსულა შენი ჰოროსკოპი, რომელიც არის ფაქტობრივად მთელი წლის ასტროლოგიური პროგნოზი. აქ არის აღნიშნული ყოველი თვის თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროპროგნოზი. თავისი დადებითი და უარყოფითი დღეები და აქვე არის შავი და თეთრი მთვარის ინფორმაცია მათ შესახებ, რას ნიშნავს შავი თეთრი მთვარე და თქვენი დაბადების მომენტში სად იმყოფებოდნენ ისინი პირად ჰოროსკოპში და რას ნიშნავს ყოველივე ეს და როგორ ახდენს თქვენზე ზეგავლენას. ამას ერთად ისიც რომ გამოსულია კალენდრები, რითიც ხართ გაფრთხილებული, ანუ შეარაღებული დიდი კალენდარი საოჯახო, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი და უარყოფითი დღეები აღნიშნული და ეს ყველაფერი სწორედ ჩადებულია ჟურნალ ჰოროსკოპში, ეს შიგნით არის ეს კალენდრები მოთავსებული და აქ არის ახალმთვარეობის, საბსტო მთვარეობის მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც დროსაც უნდა იყოს მეტად თხილად და წინდახედულად. სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც გვამცნობს თუ რომელ დღეებში არ არის სასურველი ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარება და ასევე სასკოლო ბიზნეს შემოქმედებითი კალენდარი, სადაც აღნიშნულია დადებითი და უარყოფითი დღეები, სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით. და აქვე გვაქვს ჩვენ პატარა რასკვლელი კალენდარი, რომელიც შეგვიძლია გამეღოთ თუ არ გინდა დიდი კალენდარი, ეს არის მხოლოდ ჯიბის ერთი ნიშნის კალენდარი. მთელი წელიწადია გათვლილი დადებითი და უარყოფითი დღეების კუთხით და ეს მთელი წელიწადი სწორედ უკავშირდება პოზიტიურ უარყოფით დღეებს და ეს მთელი წლის დადებითი უარყოფითი დღეები შეგიძლიათ ჯიბის შეიდო და კონდეთ და გადახედოთ და როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაქვთ დასადები, შეხედავთ რომ ეს ყველაფერი მოხდეს დადებით დღეს და არა უარყოფით დღეს, არა ახალმთვარეობას და არა ძის დაბნელებებზე და აი ესეთი სწორედ გამოყენება ამ კალენდრის სახელს შეუწყობს იმას რომ პოზიტიურ პერიოდებში დაეწყებთ ახალ საქმეს, მნიშვნელოვან პროექტს, დასახავთ ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას დადებთ და ასე შემდგომ და ამით უფრო მეტად გაუმჯობესებთ პოზიტიური ენერგიის შემოსვლის დროს დაწყებული ახალი საქმე, ახალი პროექტი, იდეა, ქორწინება და შემდგომ რასკვლელი იქნება უფრო მეტად სასკეთო და პერსპექტიული და იცით რომ არის ბატონი დორმიშანყიფიანის თვარის ასტროლოგიური კალენდარი სასოფლო სამეურნეო კუთხით, ვისაც აინტერესებს ეს სფერო, მათთვისაც ეს უნიკალური მინდა გითხრათ ასევე კალენდარია მომავალი წლისა. ეხლა უკვე მე ფაქტობრივად გადავდივარ უკვე რადგან დრო ნაკლები მრჩება, ესე იგი მე გადავდივარ იმაზე, თუ რა ხდება ესე იგი 4-დან 5 თებერვალს ღამეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ გამეორებ იმას, რაც გქონდა საუბარი დეკემბრის წინა წლის დეკემბრის ბოლო გადაცემაში. ანუ ჩვენ უკვე 4-ში უნდა დავიწყოთ მომზადება, ვისაც სურს ახლა ზოგიერთმა ვაჭრებს ვერ მოასწრო რიტუალის ჩატარება, ზოგიერთს არ ქონდა მაგის მაშინ საშუალება და ასე შემდგომ, ზოგიერთმა ჩაატარა, ის თავისუფალია. თუ უნდა თავიდან კიდევ ერთხელ რომ დაატრიალოს ეს ენერგია, შეუძლია ესეც გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში არის ამ სურვილები, მე ვიცი, ვინც აპირებს რომ შეხვდეს აღმოსავლური კალენდარით ახალ წელს. ეს არის თვარის კალენდარის ახალი წელიწადი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ნახავთ რა ამბავში იქნებიან აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჩინეთი, იაპონია და შემდგომ ტაილანდი და კორეა და ასე შემდგომ იქ იქნება ადრიანი დიდი დღესასწაული ფესტივალები და საოცრებები, ფეიერვერკები და ასე შემდგომ ნახავთ რა პომპეზურობით ეხტიან ისინი ახალ წელს და რამდენხანს გრძელდება არ მუშაობენ საერთოდ ამ ხნის განმავლობაში და არის მხოლოდ ასე ვთქვათ ტაშპანდური თუ შეიძლება ესე ითქვას, კარგი გაგებით რსკვლელი. და მოდით აღმოჩნდეთ ახლა რა ტენდენციებია მოსაუბნელი. ესე იგი შემოდის ყვითელი ფერის ინენერგიის და მიწის ასე ვთქვათ სტიქის მქონე ტახის ჩირთვრად იაპონურად ღორის წელიწადში. ესე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ აქედან იწყება ყველა ის ასე ვთქვათ მინიშნებები, რომელზეც ჩვენ გქონდა საუბარი. აქამდე ჯერ ძაღლის წელიწადი მუშაობდა. აი ტახი თავისი ამ ელემენტებით აქედან იწყებს მხოლოდ 5 რიცხვიდან, ღამის პირველ საათზე 5 წუთზე ზუსტად გვაქვს ჩვენ თბილისის დროით ტახის წელიწადის შემოსვლა და აქ არის ახალმთვარეობა სწორედ ამ პერიოდში და აქედან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი აი ტახის ტენდენციები და რასთან არის ეს დაკავშირებული. პირველ რიგში წლის ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტახი მოგთხოვთ თქვენ რომ ვიხართ საბოლოო ჯამში ტახი, გულადი, ერთგული, კეთილშობილი თუ წუმპეში მოცურავე ღორი. როგორ გაიარეთ ეს ცხოვრება. ტახის ნიშანია, რომელიც ამავდროულად კეთილშობილობის და გულადობის გარდა ამიტარებს ინტუიციას. ხელს უწყობს დემოგრაფიული პრობლემების მოხსნას, თუმცა არ ვიცი ახლა თუ ამ მთავრობამ ხელი მოაწერა იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კიდე უამრავი უცხოელი, ასე ვთქვათ,
ავტომობილები არ ვიცი ამ საკითხს როგორ ეშველება დემოგრაფიული პრობლემის გამოსწორებას, მაგრამ ის რომ გამოსწორებელი გვაქვს ეს ფაქტია. იმიტომ რომ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს საქართველოში და ამიტომ არავითარი სხვა ტომების ასეთი შემოსვლა მასობრივი ყოვლა დაუშვებელია. თუ ეს მოხდა, მაშინ მინდა გითხრათ რომ ეს დემოგრაფიული კრიზისი კი არ იქნება, უკვე იქნება კატასტროფა ერის გადაშენების ტენდენციის საუკეთესო საშუალება, მოდი თქვათ ასე. და მაშინ ამ მთავრობამ უნდა ეღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ რას მოაწერა ხელი, თუ ეს მართლა განხორციელდა. ეს ერთი, მაგრამ ტახი რო უწყობს ხელს დემოგრაფიული საკითხების მოგვარებას, კი კარგად მრავლდება, ამიტომ გამრავლებისთვის. სასკოლო პარტნიორული ურთიერთობების, მყარი ურთიერთობების, მოდი თქვათ ასე, სასკოლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. იგი ხელს უწყობს ჭეშმარიტი სიყვარულის გაღვივებას, მეტად რომანტიულობის, სენტიმენტალურობის წარმოჩენას მათ შორის ურთიერთობებში. აძლიერებს ინტუიციას, რომელსაც დაყრდნობით შეგვიძლია სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ის ნიშანია, რომელიც ამასთან ერთად გვამსწრებს, რომ უცხოეთთან ურთიერთობისათვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები უცხოეთთან, კონტაქტები უცხოეთთან გნებავთ, შემოიტანეთ დივიდენდები უცხოეთიდან, გნებავთ და უშუალოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გრანტები შემოიტანოთ უცხოეთიდან და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ყველა სახის ურთიერთობებისათვის უცხოეთთან კონტაქტი იქნება მეტად ნაყოფიერი და კარგი. გახსოვთ, ჩვენ მქონდა საუბარი ჯერ კიდევ დეკემბერში, რომ იქნება სერიოზული ცვლილებები მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში და უკვე ხედავთ რომ არგვეული ცვლილებები არის, რამდენად კარგია, ცუდია სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ცვლილებები დაიწყო. ასეთი ცვლილებები ჩვენ დავაანონსეთ პოლიტიკურ სფეროში, ხედავთ უკვე რა ხდება იგივე ქართულ ოცნებებში და რა ცვლილებები აქვს და იქნება ასეთივე ცვლილებები მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში და სხვა მესამე ასე ვთქვათ უკვე ძალა თანდათან გამოვლინდება უცებად, იმიტომ რომ ეს არის მესამე ძალის შემოსვლისთვის საუკეთესო წელიწადი, რომელიც სწორედ 5 რიცხვიდან იწყება. ამიტომ ყველა ასე ვთქვათ პოლიტიკოს ხო ამ ხრივად ყურადღებით, ვისაც უნდოდა რაღაც ალიანსების შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლა და ასე შემდგომ და თქვენ მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ქართულ ოცნებას, რაც მოხდა თავის დროზე მოქალაქეთა კავშირთან დაკავშირებით თავის დროზე გახსოვთ, მე მაშინ აღვნიშნე რომ 9 წლიანი ციკლი არის უმთავრესი სამყაროში და 9 წლის შემდგომ მოქალაქეთა კავშირი დაიშალა. რატომ? თუ არაფერი მნიშვნელოვანი საინტერესო რეფორმატორული მათ არ შემოიტანეს და საკეთილდღეო ხალხისთვის არ შემოიტანეს, დაიშალა. როცა შემოვიდა ნაციონალური მოძრაობა, მაშინაც გახსოვთ მე იგივე ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით აქ და ასოვალდასავალის მეშვეობით აღვნიშნე რომ მათაც აქვს 9 წელი, ზუსტად 9 წელი გავიდა და ნაციონალურ მოძრაობამ დაკარგა ძალაუფლება. ეხლა 2 წლის მერე სრულდება 9 წელიწადი ქართულ ოცნებისა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მესვეურებს ამ ქართული ოცნების ჯგუფების და ლიდერებს რომ კიდევ 2 წელიწადია. 2 წელიწადში თან პასაპარლამენტო არჩევნები გაქვთ. თუ აქ რადიკალურად არ იზრუნეთ ხალხზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შემოიტანეთ სოციალური მათ შორის საკეთილდღეო, შეიძლება თქვენს ასე ვთქვათ იგივე ტენდენციების წინაშე დადგეთ. კოსმოს თავისი პრინციპები აქვს, კანონები და ამას გვინდა არ გვინდა ყველა ვემორჩილებით. ამასთან ერთად ტახი აუცილებლად შემოიტანს სპორტის სფეროში ცვლილებებს, თქვენ ხედავთ უკვე გარკვეულწილად შერეგება მოხდა ჯუდოისტებისა, განხორციელების მერე რაც იყო და კიდევ გვექნება ესეთი სიტუაციები სხვადასხვა სახით, სხვადასხვა სახეობებში. უფრო მეტად სასიკეთო, მოდით აღვნიშნოთ ესე, ასევე იქნება ცვლილებები იურისპრუდენციაში, ასევე მეტად სასიკეთო. სამეცნიერო კვლევითი სფერო თანდათან გაიღვიძებს ამ პერიოდის განმავლობაში. პედაგოგიკა აღვნიშნოთ და საგანმანათლებლო სისტემა აქ რო იქნება ცვლილებები, ასევე სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადია და აქაც იქნება სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ახლა რაც შეეხება ნეგატიურ ცოტა ტენდენციებს, აქ არის უკვე რასკვლელი განსაკუთრებული ყურადღება საჭირო, რას უკავშირდება ყოველივე ეს. პირველში აღვნიშნოთ რომ აქ საბანკო საფინანსო სექტორს ეხება ეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცუდად დაარტყას არა მარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ სამთავრობო სტრუქტურებსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ყოველივე ეს სამთავრობო კუთხით იქნება უამრავი საკადრო ცვლილება და იმახსოვროთ თქვენ ეს და ძალიან ბევრი ახალი სახეც გამოჩნდება და ეს იქნება იმასთან დაკავშირებული, რომ ეს მთავრობის ზოგიერთი წევრი არ იქნება აბსოლუტურად მზად ამ ცვლილებებისათვის. არა მარტო ისინი, დიდი ცვლილებები გვექნება საბანკო ეკონომიკურ სფეროსა და სექტორში. მათ შორის შეიძლება სერიოზული ბანკირების ცვლილებები მოხდეს და საბანკო სისტემების ცვლილებები. რატო? იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ მაშინ მქონდა საუბარი თავის დროზე, რომ აი ახლა უკვე ფაქტობრივად მარტიდან პლანეტა ურანი, მოულოდნელობების მმართველი პლანეტა და რეფორმების მმართველი შევა საბანკო ეკონომიკურ სექტორში, ანუ კურო ზოდიაქოში 7 წლით.
მერე თუ მეტნაკლებად ამას ნებისმიერი ქვეყანა უკვე მიესადაგება ურანის მოთხოვნებს, აი პირველი წელი ყოველთვის ძალიან ძნელია და ძალიან რთული არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბის საბანკო ეკონომიკური სისტემისთვის იქნება ეს საკმაოდ რთული და გამოიწვევს გარკვეულ ქვეყნებში ფინანსურ კრიზისს, რაც ასაკვლია ჩვენზე აისახება პირველ როგორც სუსტ ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენთან ამას შეიძლება სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვევს, ნუ კიდევ ერთხელ ვთხოვ, სანამ არის კიდევ დრო. საბანკო ეკონომიკურ სექტორს ნუ ხართ არ ხეინათ, იმიტომ რომ შეიძლება დიდი შოკის წინაშე აღმოჩნდეთ თქვენს და მერე საზოგადოება, იმიტომ რომ აქ თუ შესაბამისი რეფორმებისთვის და ცვლილებებისთვის მზად არ იქენით, ვერ შეძლებთ გაამყაროთ საკუთარი ვალუტა, ამან შეიძლება მთლიანად ჩამოაქციოს ვალუტა და ეკონომიკა. ანუ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ ეს რეფორმები, ცვლილებები, რომელიც სოციუმზე იქნება გათვლილი, პრესკოლისა ის გადაგარჩენთ და ის ხელს შეუწყობს მეტნაკლებად ბანკების მდგრადობას. სხვანაირად აქ იქნება ისეთი რყევები, მათ შორის სავალუტო. ეხლა თქვენ წარმოიდგენიათ სავალუტო რყევები რას გამოიწვევს, ხო? მომენტალურად გამოიწვევს ბენზინის გაძვირებას, გაზის გაძვირებას, თქვა შუქის გადახდის თქვა ტარიფის გაძვირებას და ეს რას გამოიწვევს? არა მარტო უკმაყოფილებს, ამას შეიძლება სერიოზული მიტინგები, დემონსტრაციები და პროტესტები გამოიწვიოს. რასაც შეიძლება მოყვეს სერიოზული უსიამოვნებები და პრობლემები და უკვე სერიოზული კატაკლიზმები ქვეყანაში. ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. მithumetas ვიმეორებ ქართულ ოცნებას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა. 2020 წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს იუპიტერ-სატურნის შეერთება, რომელიც მთლიანად აი თუ ამ მთავრობამ არ ივარ გამორე წლის განმავლობაში მთლიანად შეცვლის მას. იმიტომ რომ იუპიტერ-სატურნის შეერთება ხდება 20 წელიწადში ერთხელ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ძალიან დიდ ცვლილებებთან არის დაკავშირებული მთავრობის კუთხით. აქ მთელი მთავრობები და დინასტიები ცვლებოდა ესე დროს სამყაროებში და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ უახლოვდებით ამ პერიოდს. შესაბამისად 2019-ში იქნება ძალიან დიდი ცვლილებები ამ კუთხით და ამიტომ მთავრობა უნდა იყოს სათანადო დონეზე, როცა ამ ფინანსურმა პრობლემებმა არ მოარყიონ სერიოზულად ასე ვთქვათ მისი მდგომარეობა და საერთოდ სოციუმის მდგომარეობა ჩვენ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მოაწეროთ ხელი საეჭვო დოკუმენტებს. თუ კი აზერბაიჯანს შეუძლია უარის თქვა, სომხეთს შეუძლია უარის თქვა, ჩვენ რატო არ შეუძლია უარის თქვა, ეს კითხვაც ყოველთვის მიტრიალებს გონებაში, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ ამაზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფრიად საეჭვო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა მინიმუმ 5 მაისამდე იქნება საბედისწერო ამ ქვეყნისთვის და ამ მთავრობისთვის. აი კიდევ ერთხელ ამიტომ ვთხოვ მთავრობის წევრებს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ 5 მაისამდე. აქ სერიოზული სტუნებების და შეცდომების ტენდენცია იქნება მაღალი. მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს აქ ძალიან ცუდი პერიოდი, ამიტომ მისი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია და აქედან გამომდინარე თავისუფლად შეცდომები გადავა სამთავრობო სტრუქტურებზე. ამიტომ მაქსიმალურად იღავით ყურადღებით ამ მხრივ, რომ შეცდომები შემდგომ არ აღმოჩნდეს საბედისწერო ქვეყნისთვის. ამ მხრივ იყოთ ყურადღებით. აი ეს ყველაზე ნეგატიური ტენდენციებია ამ წლისა, რომელიც ითხოვს ასე ყურადღებას და გავითვალისწინოთ, რომ უკვე მარტიდან თეთრი მთვარე სელენა ასევე დატოვებს ლომის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ქალწულის ზოდიაქოში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე მარტის შუარიცხვებიდან წლის ბოლომდე უკვე ქალწულის მოთხოვნები წამოიწევს წინაპლანზე, ვისაც უნდა საკუთარი ფარველენგი აურის გაძლიერება, რაც მეტად და ქალწული მართავს ორდით სახელმწიფოს გერმანიას და იაპონიას. აქედან გამომდინარე, თუ არ ვიქნებით ყველანი ეს ეხება დაწყებული პრეზიდენტი და დამთავრებული თითოეული მუშაკით საბანკო სექტორი და შემდგომ არაგმჟა ყველას ეხება. თუ არ ვიქნებით ქალწულები, დასუფთავებულები, დაფიწყინებულები, ორგანიზებულები, დისციპლინირებულები, შეუპოვრები, უხალტურო მუშაკები, თუ რამეს ვაკეთებთ ხოლმე კარგად, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მივდგეთ ნებისმიერ საქმეს, მოქმედებას, ვალდებულებებს, მოთმინება თუ არ გვექნა წინაპლანზე, ფულის კაირათიანი მხარჯველები და გადმოცემები. ეს თვისებები თუ არ წამოწია წინაპლანზე, ფარველ ანგელოზს ვერ გავაძლიერებთ და ვერ მიიღებთ მისგან დახმარებას. და აი ეს გავითვალისწინოთ. თუმცა ამას აქვს სხვა საკეთო ტენდენცია რა, გაუმჯობესდება უკვე მარტის შუარიცხვებიდან კოლეგიალური ურთიერთობები. გაუმჯობესდებიან ჯანმრთელობის ტენდენციები ადამიანებთან დაკავშირებით. მართალია ჩვენ კიდევ გვაქვს რთული პერიოდები, იგივე დავუშვათ აპრილის პერიოდი, ივნისი-ივლისი, მაგრამ ნუ შედარებით ფარველი ანგელოზი ეცდება, ყოველ შემთხვევაში ვინც იმსახურებს, მათი ჯანმრთელობა დაიცვას ნეგატიური ტენდენციებისაგან. დავუშვათ შავი მთვარის პერიოდი, 5 მაისი ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა. 5 მაისს შავი მთვარე დატოვებს
მერწყული ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ მერწყულებს ახლა მარტივთ მაინც მეტი სიფრთხილე 5 მაისამდე და უკვე იგი გადავა თევზების ზოდიაქოში. რის შემდგომ უკვე მოიმატებს ადამიანებში ცუდი აზრების აგვიატების ტენდენცია, ლტოლ ალკოჰოლსასმელების, ნარკოტიკული ნივთების, კონტროლებული პრეპარატებისადმი და სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, ესეთ ნეგატიური ტენდენციები, რაც ითქვენ, უფრო მეტ ყურადღება სიფრთხილეს პირიქით. 5 მაისიდან თევზებო თქვენ გეხებოთ ეს განსაკუთრებით არავითარი პესიმიზმი, არავითარი დეპრესია, პირიქით ოპტიმიზმი, ყველაფერი კარგად იქნება. წინა პლანზე წამოწიოთ, რათა ეს ნეგატიური ტენდენციების პერიოდი უფრო ადვილად გადალახოთ. არავითარი აქ სასტიკად იგზალება კანონების არ დაცვა. ვინც დაარღვევს კანონებს, შეიძლება ადვილად მოხდეს პატიმრობაში. ამიტომ უამრავი იქნება ამდაგვარი შოკის მომგვრელი ინფორმაცია. ეხლა მინდა გითხრათ, რომ უკვე მარტიდან დაიწყება ეს ცვლილებები, მათ შორის სამთავრობო ცვლილებების ყველაზე აქტიური ფაზა ჩვენ გვაქვს მარტიდან ივლისის ბოლომდე. აი აქ განსაკუთრებული ცვლილებები დაიწყება და შოკის მომგვრელი შეიძლება ამბები გავიგოთ, ჟურნალისტები უნდა იყოთ ყურადღებით ამ ხრივ. და ნუ უკვე 5 მაისის შემდგომ კიდევ იქნება ძალიან ბევრი საიდუმლო ისტორიის გამოფრქვევის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი ამ ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს კითხვა მაინც ეს პერიოდი მშვილდოსანთათვის, შემდგომ უკვე ვერსათვის და ლომთათვის დასავლური ზოდიაქოს ნიშნებიდან გამომდინარე. შემდგომ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება კურო და უკვე ქალწული, ახლა ფაქტობრივად მარტის შუარიცხვებიდან. ეს ყველაზე სხვა წარმატებული ნიშნები არიან. შედარებით რთული პერიოდი, როგორც აღმოჩნდა 5 მაისამდე და ფრთხილად უნდა იყვნენ მერწყულები, შემდგომ ისინი ამოისუნთქავენ, ხოლო თევზებს ახლა მარტივ ძალისხმევა, ხოლო აი უკვე 5 მაისიდან ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო მათთვის, იმიტომ სხვადასხვა ცდუნებების, სხვადასხვა კონფლიქტების, პრობლემების, ფაული მტრების, ჭორების, ინტრიგების ტენდენციები თან აქედან მოიმატებენ მათ საწინააღმდეგოდ. ამიტომ მეტი ყურადღება მართებთ უკვე 5 მაისის შემდგომ მათ, იმიტომ შესაბამის ტენდენციაც მაღალია და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნით ჩვენ გვყავს ორი ძირითადი და მნიშვნელოვანი ძალიან ფიგურა პოლიტიკაში, თბილისის მერი კახი კალაძე და ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ აქ მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ამ კუთხით. შემდგომ, რათა შესაბამები არ დაუშვათ და რამე პრობლემები არ შეიქმნან შემდგომ, თუნდაც ისეთი გამონათქვამებით, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას გააღიზიანებს და ასე შემდგომ. ეს ტენდენციები და ახლა რაც შეეხება სხვა ნიშნებს, ნუ დაუშვათ მათგან რომ ტყუპები და სასწორები მეტნაკლებად სტაბილურად იგრძნობენ თავს ამ წლის განმავლობაში, ხოლო თანდათან ამოისუნთქავს თხისქა. მართალია ბოლომდე ვერ იქნება იგი ჯერ კიდევ ისე როგორც მასტურს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ეს პერიოდი იქნება უფრო სტაბილური. დანარჩენებისთვის რომიც არ აღმოჩნდეთ საშუალოა წელიწადი. რაც შეეხება დასავლური ზოდიაქოს ნიშნებს, ეს იყო მათი პროგნოზი, ახლა შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებს. პირველ რიგში აღმოჩნდეთ, რომ ტახის წელიწადში დაბადებული იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, თხის წელიწადში დაბადებული, ხარის წელიწადში დაბადებული, მამლის წელიწადში დაბადებულები, ესენი იქნებიან, ვთქვათ ასე, მთავარი ფავორიტები ამ წლისა. და მათ მარტივ რასკვლია მეტი ძალისხმევის გამოვლენა, იმიტომ რომ წარმატების შანსები მათ მეტი ექნება. ხარის სადაც შრომელია და აქ შრომა მithumetas ხელშეუწყობს ასევე მის მნიშვნელოვან წარმატებებს. ნაკლებად პროდუქტიული იქნება ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის, მაიმუნის წელიწადში დაბადებულთათვის ეს პერიოდი მათ ცოტა მეტი სირთულეები ექნებათ გველის წელიწადისთვისაც მაინდა-მაინც არ ექნება განსაკუთრებულად კარგი ეს წელიწადი, მათ ცოტა მეტი სიფრთხილე მართვით. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის ეს წელიწადი საშუალოა. ეს შეიძლება თქვა მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტენდენციებია მოსაუბრებელი უკვე ამ პერიოდთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 4-დან 5-მდე სწორედ ეს პერიოდი იწყება. რა ვქნათ ახლა 4-ში ღამე. რასაკვირველია, ღორის ხორცი არ მივირთვათ, ეს ერთადერთი ღამე ამ პერიოდში უახლოეს წლის განმავლობაში, ვისაც ღორს პატივი ვცეთ და ღორის ხორცი არ მივირთვათ, აუცილებლად უნდა კონდეს სიმბოლო, აგერ ბატონო, ღორისა, კარგი იქნება ეს სიმბოლოები, ბროწეულის დაუშვათ ტოტი და ასევე ატმის ტოტი, ეს არის სიმბოლოები ბარაქის, ასე ვთქვათ, ფინანსური გაძლიერებისა, ჯანმრთელობის გამოჩვენებისა და დაცვა, ასევე თქვენი სახლისა. კარგი იქნება თუ ჩვენ დავანთებთ სამ სანთელს, კარგი იქნება თუ ეს ყვითელი ფერის იქნება და ყვითელი ფერი პრევალირებს ბეჟი, კრემის ფერი, მწვანე ეს ფერები ძირითადია და აქსესუარებს შეგიძლიათ ლურჯი, წითელი გამოიყენოთ, მაგრამ ეს ფერები უნდა იყოს პირველ რიგში. ოქროს ფერი ძალიან კარგია თავისთავად, ხო? ამიტომ უნდა გქონდეს უკვე აი სწორედ ხვალ ღამე სწორედ ზეგ უკვე 5-ში ღამის პირველ საათზე 5 წუთზე ჩვენ უკვე ავიღებთ ფიგურას, რომელიც ახლა გვიდევს მაგიდაზე ტახთან ერთად გვიდევს ძაღლი, ძაღლს უკვე ავიღებთ და დარჩება მხოლოდ ტახი. როგორც ერთადერთი, ასე ვთქვათ, მასპინძელი მომავალი წლისა. ამასთან ერთად თქვენ იცით, რომ ორლარიანი
უნდა აიღოთ შემოიტაროთ თავზე და მე ჩაიდოთ საფულეში როგორც ფინანსების ერთ-ერთი მოზიდველი ფაქტორი და ასევე ამის პირველ საათზე 5 წუთზე ასევე ორში ან თუ ახლა ამ დროს არ შეიძლება დილით გაიღვიძოთ და მაშინაც მოgaაკეთოთ ეს რიტუალი ორლარიანი ასევე ჩადოთ მაცევრის ქვეშ და მთელი წელიწადი იყოს იქ როგორც ასევე ბარაქის მოზიდველი ერთ-ერთი ფაქტორი ისაც შეეხებოდა კვახის გააჭრას გახსოვთ იქედან ამოღებას თესლებისა დილამდე ასე ვთქვათ მიმობნევას თქვენ სამზარეულოში ესეც ყველაზე აქტუალური იქნება ეს სწორედ 5-ში ამის პირველი საათიდან 5 წუთიდან დილამდე გააჩერეთ როგორც ფინანსური მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო ფაქტორი 3 სანთელი თუ ესე იგი შეხვდებით ახალ წელს აღმოსავლური კალენდრით ყვითელი ფერის დაანთეთ და ჩაუთქვით რა გინდათ რომ მოხდეს მომავალ წლის 3 მადლობა გადაუხადეთ ჯერ ერთი წინა წელიწად ზაღლის წელიწად და შემდგომ 3 რა განსაკუთრებული ასე ვთქვათ რამ გინდათ რომ მოხდეს მომავალ წლის განმავლობაში ჩაუთქვით და ინთოს ეს სანთლები ესეც იქნება ძალიან კარგი რიტუალი რაც მეტად ეს თუ თქვენ გეკნებათ მაგი და გაშლილი და სტუმრებს ამოუდეთ ქვევიდან ან ორლარიანები ან 20 თეთრიანები თეფშის ქვეშ და შემდგომ სტუმრებმა ეს ფული წაიღონ და ატარონ თან მთელი წლის განმავლობაში ასევე თავისი საფულით ეს რიტუალები და მათი შესრულება ასევე ხელშეუწყობს მეტად სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში და მეტ წარმატებას რაც შეიძლება მეტად ოპტიმისტური განწყობით შეხვდეთ ამ წელიწადს მე წინ მინდა მოგილოცოთ ესე იგი ახალი უკვე ტახის ჩინურად იაპონურად ღორის ყვითელი ფერის ტახის და ღორის წელიწადის დაწყება გისურვებთ წარმატებები წინსვლა ყოველივე კარგი იმედია რომ თქვენ ცხოვრებაში მეტად შემოაბიჯებს სიყვარული მეტად შემოაბიჯებს სათნოება მეტად შემოაბიჯებს სურვილი ასე თქვათ ცნობიერების განვითარებისა მეგობრული ახალი კავშირებისა ახალი ურთიერთობების ახალი ცნობიერების განვითარებისა და სხვა სასიკეთო ცვლილებები ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ ასკოლი ახლავი ბარაკა ჯანმრთელობა იღბალი თქვენსკენ შემოკარგებო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისათვის მე გემშვიდობები ჩვენ შევხვდებით უკვე შემდეგ წელს ანუ უკვე ტახის წელიწადში აღმოსავლური კალენდრით პარასკევს გადაცემაში თქვენი დრო და ნუ შემდგომ რასკოლია კვირა დღეს ხვალდილი 11 საათზე თქვენ ნახავთ გამეორებით ჩვენს დღევანდელ გადაცემას და იქნებით ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ გაფრთხილებული შეარაღებული მთელი ამ ინფორმაციით რომელიც ჩვენ მოგაწოდეთ მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ესე იგი დამდეგთ აღმოსავლური კალენდრით თვარის კალენდრის დამიხებით ტახის წელიწადს გისურვებთ ყოველივე კარგს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე